დევნილთა საცხოვრებელი ფართები დაკმაყოფილების საკითხი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან განიხილა დევნილთა და განსახლების მინისტრმა. შეხვედრაზე დავით დარახველიძემ სტუმრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა გააცნო მინისტრის თქმით დარეგისტრირებული 90,000 დევნილი ოჯახიდან საცხოვრებელი ფართით მხოლოდ 25,000-ია დაკმაყოფილებული. დანარჩენი ოჯახები ისევ მოლოდინის რეჟიმში რჩებიან. განვიხილეთ დეტალებში პროექტები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს უახლოეს მომავალში და რომელიც განხორციელდა უკვე. მე მათი ყურადღება მივაქციე დევნილთა საჭიროებებს და განსაკუთრებით პირველი რიგის საჭიროებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას დევნილთათვის უფრო მეტი საცხოვრებელი. 12 წელია, რაც მსოფლიო ბანკი საქართველოში მუშაობს დევნილთა საკითხებზე, ეხება ძველ და ახალ დევნილებს. ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე საუბარი მინისტრთან. კონსტრუქციული შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და დევნილთა სამინისტროს შორის მომავალშიც გაგრძელდება.